საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებაზე მუშაობა დაასრულა. ყოველწლიური მოხსენება სამშაბათს 31 მარტს პირველ საათზე დაიწყება. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა. საპარლამენტო მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პარლამენტში მთავრობის მისვლის საკითხზე და იმ თემებზე, რაზეც გიორგი მარგველაშვილი აქცენტს გააკეთებს. რაც შეეხება ფორმატს, იქნება თუ არ იქნება დებატი, ამას ორშაბათს ბიურო გადაწყვეტს. ნიკა მოლდინაშვილი ჩაგორთება პირდაპირ ეთერში. ნიკა, გისმენთ. დიახ, თამარ, საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებისთვის მზადება უკვე დაასრულა. ამის შესახებ განცხადება მისმა საპარლამენტო მდივანმა გააკეთა, როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა, მის სიტყვით გამოსვლის დროს გამახვილდება ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის თავდაცვის უსაფრთხოების, ასევე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე ყურადღებას გაამახვილებს გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში სასამართლო პროკურატურის რეფორმირების აუცილებლობაზე, რაც შეეხება ზოგადად მთავრობის დასწრება არ დასწრების ამ საკითხთან დაკავშირებითაც გაკეთდა. დღეს საპარლამენტო მდივნის მხრიდან შეფასება, როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ტრადიციულად ესწრებოდნენ მთავრობის წევრები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, თუმცა მისთვის სასურველი იქნებოდა, რომ ეს ტრადიცია არ დარღვეულიყო და ამ შემთხვევაში მაინც დასწრებული იყვნენ მთავრობის წევრები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. მოხსენებაში განხილული იქნება საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებული ის უნიშნელოვანესი თემები, როგორებიცაა მაგალითისთვის საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკის პრობლემებთან დაკავშირებული თემები, ასევე თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური საკითხები, ასევე ინსტიტუციური თემატიკა, ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმების, თუ შესაბამისად სხვა საკითხები. კონსტიტუციურ მოდელს არანაირი კავშირი არ აქვს დასწრება არ დასწრებასთან, იყო საუბრები, რომ რეგლამენტით არ აქვს პარლამენტს ვალდებულება მოიწვიოს, რა თქმა უნდა, ესეთი საკითხები არც არასდროს არ ყოფილა ამ 20 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუცია არსებობს, კონსტიტუციურ თუ სხვა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული. უბრალოდ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც არსებობდა სახელმწიფოში და რომელიც ამ ახალ ქართულ რეალობაში და ახალ კონსტიტუციურ მოდელშიც უნდა გაგრძელდეს. საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს წარსდგება სიტყვით და როგორც ცნობილია, დაახლოებით მისი სიტყვა 30 წუთი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. უკვე ცნობილი არის, რომ მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი არ აპირებენ მის სიტყვით გამოსვლაზე დასწრებას. ამის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მადლობა, ეს იყო ნიკა მოლდინაშვილი.